ჩვენი DJI Osmo Pocket 3-ის გათამაშების დასრულების დრო მოვიდა. Სიმართლე გითხრა, ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულის არჩევა. კაი, ბევრი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ გადავიკითხოთ ყველა კომენტარი ყველა პლატფორმაზე და სიმართლე გითხრა, ძალიან რთული იყო გამარჯვებულის არჩევა. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადო CopterTech's, იმიტომ რომ CopterTech-ი რო არა, ეს გათამაშებაც არ იქნებოდა და ზოგადად საქართველოში ძალიან რთული იქნებოდა მსგავსი ტექნიკის შეძენა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ პირველები იყვნენ, ვინც შემოიტანეს საქართველოში და მით უმეტეს, ვისაც გაძლევს საშუალება პირდაპირ საქართველოში მიხვიდე მაღაზიაში, გამოსცადო, ნახო, პლუს გარანტიისთან ერთად შეიძენო მსგავსი ხარისხიანი ტექნიკა და შეგახსენებთ, რომ ყველა ჩემი ვიდეო არის გადაღებული ზუსტად DJI ჯერ Osmo Pocket 3-ით და ამჟამად უკვე 4 Pro-ით. მოდით პირდაპირ გეტყვით, ვინ არის ჩვენი გამარჯვებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან რთული იყო გამარჯვებულის არჩევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სენსიტიური კომენტარი იყო დაწერილი, მაგიტომ ძალიან გაგვირთულდა, მაგრამ ერთი კომენტარის გამორჩევა მინდა, ვინც ზუსტად გახდება ჩვენი გამარჯვებული. ეს არის თამარას Village Story კომენტარი, რომელიც წერს, რომ 9 წელია ვცხოვრობ პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში. 3 წლის წინ დავიწყე ჩემი ყოველდღიურობის გაზიარება, ბერმა მომწერა, რომ ჩემი სტორების და rilsების მერე სოფელში უნდათ ჩამოსვლა, დათვალიერება და ასევე ადგილობრივი კულინარიული მასტერკლასები. დამბალ ხაჭოს დაგემოვნება. მოკლედ ამ კომენტარის მერე მით უმეტეს პანკისის ხეობაში, რომელიც ცხოვრობს კონტენტ კრეატორი, გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად თამარა იქნება ჩვენი გამარჯვებული. იმედია თქვენც გაიგებთ ზუსტად რატომ ავირჩიეთ ეს გოგონა და აქედან მინდა გირჩიო და აქედან მინდა გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება და იმედია ეს კამერა, როგორც მე მომიტანა ძალიან ბევრი წარმატება, შენც მოიტან და შენი კონტენტი გახდება კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო. კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა ყველა ვინ მიიღო მონაწილეობა, ვინ გამოიწერა და ახალი არის უკვე აწი ჩემ გვერდზე. იმედია კიდევ უფრო ბევრი საინტერესო გათამაშება გვექნება და კიდევ უფრო საინტერესო და უფრო ძვირადღირებული საჩუქრები გაექნება გასათამაშებელი.